სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სითბის თეატრალური ფესტივალის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში პრიზიორები გამოავლინა. ფესტივალის გამარჯვებული საუკეთესო სპექტაკლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჭლიანმა დააჯილდოვა. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მისასალმებელია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა, რადგან სოხუმის თეატრი ყოველთვის იქნება ჩვენი კულტურული იდენტობის მატარებელი. გამარჯვებულებს ულოცავ და უსურვებ კარეულ წინსვლას და სამომავლო წარმატებებს. ეს არის საშუალება არაბული, ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის და საქართველოს როგორც გზაჯვარედინის ფუნქციის აღდგენის. ჩვენი კულტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ის ადგილი, სადაც სხვადასხვა კულტურები ერთმანეთს ხვდება. I'm very honored to be here. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. შარმან შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით, რათა ქართველ არტისტებთან ერთად შევქმნათ მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტები. ქართული თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა 1 წლის წინ დავიწყეთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას.